შვიდობა, ძვირფასო მეგობრებო. დღეს კიდევ მორიგი ჩემი გადაცემა გავა ეთერში სახალხო სამართალი. გამოიწერეთ ტელეკომპანია ახალი პეიჯი და YouTube არხი. გვადევნეთ თვალყური. ჩემი სტუმარი არის დღეს უმშვენიერესი, ისე რაც თვალნათლივ ჩანს, ქალბატონი დედა, პროფესიით ბუღალტერი. მე ვთქვი რომ მოვიწვევ უბრალო ადამიანებს, ჩვეულებრივად ვინც ამ ცხოვრების რუტინას მისდევს, მაგრამ აუცილებლად შეცვლა უნდა უკეთესობისკენ, ქალბატონ მაია კოროშინაძეს. პირველი რაც მინდა ვთქვა ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში რეალიზება ვერ ხდება ადამიანების ბოლომდე მთლიანად, იმიტომ რომ ამის საშუალებას არ გვაძლევს დღეს მოცემულობა ქვეყანაში. ქვეყანაში სადაც გათვალისწინებული არ არის სოციუმის შესაძლებლობა და კანონები აბრკოლებს ადამიანებს თვით განვითარება, შემოქმედება, რომ მისცეს საკუთარ თავს, მაგრამ პოზიტიური ადამიანები მაინც იმედით რომ უყურებთ და მაინც გვინდა რომ შევცვალოთ, არა მარტო საქართველოში, სამყარო და იყოს სამართლიანობა, სოციალური და სიკეთე, აი ზუსტად ასეთი ადამიანი არის დღეს ჩემი სტუმარი. სამწუხაროდ, ყველას მინდა მივმართო პოლიტიკოსებს რო უწოდებენ საკუთარ თავს და რაღაც გარკვეულ სხვადასხვა თემებს რო აპროტესტებენ. რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, არაბიზაცია არ უნდა მოხდეს და უამრავი სხვადასხვა რა არ მინდა რაღაცა ელემენტარული ჩამოვთვალე ამ წუთში. ყველაფერი ეს იმიტომ არის, რომ ქვეყანაში გვაქვს უსამართლო კანონები, ზნეობას და მორალს აშორებული. და ყველაფერი დაყვანილია მატერიამდე და ეს მატერიაზე წვდომა კიდე იმათ აქვთ, ვინც ხელისუფლებაში მოდიან და ხო მართლა ხელისუფლება აქვს მათ ხელის, თორე ჭკუის და იმის რა ქვია, სიბრძნის თავისუფლება კი არა აქვთ. აი ასეთ ადამიანებს აქვთ ხელში ჩაგდებული და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რომ ვამბობ კიდევ ერთხელ თემა, რომელსაც არასდროს არ გადაუხვალს, სანამ არ გამოსწორდება, 70% საქართველო ფაქტიურად გაყიდულია. და გაყიდულია ზუსტად აი იმ კაცებლებზე, რომლებსაც მარტო თვითონ უნდა კარგად რო იყონ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ იქნებიან კარგად. არ შეიძლება თუ ჩვენ სახელმწიფო არ გვექნება ჯანსაღი, სამართლიანი, რომელიმე თითოეული ადამიანი იყოს კარგად მუდმივად. აქვს ყველაფერს გარკვეული დრო და ეს დრო უკვე იწურება ფაქტიურად და არც ჭირდება ამ ადამიანებს ამდენი მე ხეციც კი რო გამოვა საშოვარზე და დღევანდელი დღის რამე საკბილო თუ ნახა და ბოდიში და გაძღა ისვენებს და ადამიანი რითი ვერ ისვენებ და რითი ვერ გაძეხი, რა გინდა 5 მანქანა 50,000 სახლი, რა თუნდა გამაგებინეთ. ხო და აი სამართლიან სახელმწიფოში რო ვიცხოვროთ, სადაც პირველ რიგში ზუსტად სამართალი, სიკეთე და სიყვარული იმეფებს, ასეთი ქვეყნისთვის არ ვოცნებობთ ჩვენ, მოქმედებთ შესაქმნელად და ერთ-ერთი ასეთია ქალბატონი ჩვენი მაიკო და მინდა ერთი სიტყვით თვითონაც ილაპარაკოს, თავისი აზრი გამოთქვას, რა გვინდა რისთვის ვიბრძვით ჩვენ. აბა დიდი მადლობა ქალბატონ მამისას მოწვევისთვის. ეხლა ძალიან ისეთ გადაზედმეტებული შეფასება იყო. ნამდვილად არა. მადლობა პირიქით, თვალყურს ვადევნებ გადაცემებს და ანუ სერიოზული პლატფორმა არის ეს გადაცემა ჩვეულებრივი უბრალო ადამიანებისთვის, რომ თავისი აზრი გამოთქვან საჭირბოროტო საკითხებზე, ქვეყანაში მტკივნეულ თემებზე, უბრალოდ როგორც ერთმა უბრალო მოქალაქემ თავისი აზრი დააფიქსირონ დისკუსიებისთვის, ანუ თავისუფალი პლატფორმაა. ჩვენ ვიცით ეხლანდელი ტელევიზიები როგორ ხდება რაღაც ჩაკეტილი ელიტარული წრე არის თითქოს და უცნობადი ადამიანები ტრიალებენ ერთწლეზე. ხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელი ლოგო რა იქნება, ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ წრეზე ყველგან და რატომღაც მე საზოგადოებისთვის აი იმ
იმათი აზრი ხდება განმსაზღვრელი და მნიშვნელოვანი. და თქვენი ტელევიზია თავისუფალი არის ფაქტიურად ყველასთვის და მხოლოდ მართალი სიტყვა ითქვა. მხოლოდ მართალი სიტყვა და მტკივნეული სიტყვა, ვისაც მართლა ტკივა, თუნდაც დღევანდელი მდგომარეობა, ქვეყნის მდგომარეობა, თვითონ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვეულებრივ ეპოქაში, საკმაოდ რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. სულ ვამბობ ხოლმე, აი ეხლანდელი ბავშვები, ახალგაზრდობა ძალიან მტკივა, იმიტომ რომ ძალიან რთულ პერიოდში მოუწიათ ამათ. ჩვენზე უფრო რთულ პერიოდში, როცა ჩვენ ვიყავით ბავშვები, მაშინ არ იყო კიდე ესეთი რთული ღირებულებების აღრევა. ზუსტად რაც ახლა ხდება. შინაგანი და გარეგანი თემები, აი უჭირთ ბავშვებს ეხლა ძალიან უჭირთ და აი რო აფიქსირებენ ხოლმე რაღაცა მამათა და შვილთა პრობლემის თემა ყოველთვის იყო ეს დიდი თაობის და პატარა თაობის და აი თითქოს ზოგმა იცის ხოლმე რომ აი რაღაცა ჩვენ დროს ესე იყო და ახალგაზრდა თაობაზე რომ თითქოს ესენი ისეთები არ არიან აი სულ მტკივა ხოლმე პირიქით აი ეხლანდელ თაობას ამათ იმედი გვაქვს ჩვენ და რაღაცა ყველანაირად უნდა ვეცადოთ ჩვენი გულწრფელობით, აი გულწრფელი დიალოგებით, გულწრფელი დისკუსიებით, ახალგაზრდებთან გულწრფელი ლაპარაკით, ყველანაირი ტკივილის წინ წამოწევით, აი რაღაცნაირად ეს ჩვენი იმედი გამართლდეს და ესენი ისეთები იყონ, როგორიც ქვეყანა სჭირდება, ანუ ჩვენ და დედას და მამას და მშობლებს კი არა, თავიანთ ქვეყანას სამყაროს როგორიც სჭირდება. აი მე მიყვირს დღეს საზოგადოების, რომლებიც სიგნალს ვერ ამჩნევენ სამყაროს. სამყარო უკვე თვითონ ითხოვს თანასწორუფლებიანობას, თვითონ ითხოვს სიყვარულს, სიკეთეს, იმიტომ რომ ამას გაჩვენებს ზოგადად სამყარო. იმიტომ რომ გამოხვალ ხო, გაიღვიძე, მზე ამოდის ყველასთვის, არა მარტო შენთვის, არა, ხედავ ეს სამყარო ყველასია. და აი ამ მიტაცებამ ზუსტად, აი ამან გამოიწვია აი ეს აგრესიულობა ზოგადად და როგორ ვთქვა, აი ძალიან ბევრი ნეგატივი დაგროვდა ქვეყანაში. უამრავი თემა, სამწუხაროდ, ახლა იცი თქვენ რომ ჩემი თემა არის ზოგადად და ჩემი თემა კი არა, ყველაზე მწვავე თემა დღეს საქართველოში არის მევახშეობა ბანკებში, პროცენტებში, ვალებში ჩამრჩვალი ქვეყანა. და ეს სპეციალურად გამოიწვიეს, იმიტომ რომ ადამიანებში შემოქმედებითი უნარი არ განვითარებულიყო და აი ეს ახალი წესრიგის შემქმნელებმა აი ეს პოლიტიკა მოგვაქვიეს თავზე. ახლა მე დარწმუნებული ვარ, შენ რო შენი შესაძლებლობის ის მოგცა ფინანსურად და იყოს სახელმწიფო ბანკი, იცი, რასაც ჩვენ პროექტი შევიტანეთ სახელმწიფოში და ვითხოვთ, სახელმწიფო ბანკი შენ მოგცე შესაძლებლობა, ჩვენ ერი ვართ, შემოქმედი, გამომგონებელი, წარმოებელი ერი და თვითონ დარწმუნებული ვარ, შექმნი შენც და სხვასაც დაასაქმეთ და გააკეთებ. უბრალოდ ამ თემაზეც მინდა, სახელმწიფო ბანკის თემაზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა საქმეს რო დავიწყოთ, ფინანსი ჭირდება რა. ვერ აქ ელემენტარულად ვერ დავიწყებოდი, ხედა შენ რომ ეს მაგიდა არ იყოს და ეს კამი არ იყოს, ხო? ანუ ჭირდება რაღაც ამას. ამიტომ სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს და სახელმწიფო რა არის? სახელმწიფო უნდა იყოს ისეთი და სახელმწიფო სათავეში. ანუ ისეთ ადამიანებს უნდა ვაბარებდეთ ამ მართლობას ხელში, სახელმწიფოებრივი ხედვა აქვს და რომელმაც უნდა იცოდეს და მე და შენ აქ ვძივართ, ახლა ამ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ვარ. აი ამ თემაზეც მინდა შენი აზრი თქვა, იმიტომ რომ ვიცი რომ არ გიჭირდება სიტყვების შეშველება. კი ბატონო, ძალიან სამწუხაროა, აი კარგი აქცენტი იყო, ყველანაირად ისეთი პირობაა ეხა შექმნილი, რომ აი ვიწრო ჭრილში აზროვნებდეს ადამიანი, რომ თავისი მყოფიერის იქით ვერ გაიხედოს და ანუ ფაქტიურად მისმა ტვინმა და ცხოვრებამ ვერ მოიცალოს, რომ აი ის შინაგანი რესურსი, რაც ღმერთმა ადამიანში ჩადო ჩვენში ეს შემოქმედებითი, რომ რაღაცა სხვანაირად გამოიყენო ეს ყველაფერი და სამწუხაროდ გადასული არის აი თუნდაც ელემენტარული დედების, მამების, ოჯახის მთავარი ფუნქცია, ახლა ვისაც აკისრია, იმათი ყოველდღიურობა გადასულია იმაზე, რომ აი როგორ შეძლოს, რომ ვაიმე ბავშვს რა გაუკეთოს, გადარჩენის ინსტინქტზე ხარ ფაქტიურად ადამიანი გადასული და ეს გინდა არ გინდა, აი ზღუდავს ყველანაირად. გახარიეს პარტიამ, კერძოდ ქალბატონმა სოფიამ ხორგუანმა გააჟღერა პარლამენტში
თუ რა სავალალო მდგომარეობა არის ზოგადად აღსრულებაში უკვე სადღაც 100,000 რაღაც ზუსტად არ მახსოვს 100,000 რაღაც ბოლო 7 თუ რაღაც რიცხვი გამოასახლა ისა მოთხოვნა დაასახელა უკვე საახსრულებოში წარმოიდგინეთ გამოსასახლებლად არის თითქმის აქ 70%. იმიტომ რომ ეს თვითონ აღიარეს პარლამენტში და წარმოიდგინე ადამიანები რატო უკავშირებ ყველაფერს ერთმანეთს ადამიანს ვისაც დღეს და ხვალ იმის შიში აქვს რომ მოვა ბანკი ან ვიღაც მევახჭე რომლის გადამეტებული როგორ თქვა მტაცებლობა ყველაფერს რო აღემატება ასეთმა ქუჩაში უნდა გამაროს იმან რა შემოქმედებითი უნარი უნდა განავითაროს თავის თავში ან რა უნდა აწარმოოს და ან რა უნდა შექმნას უბრალოდ ის იბრძვის უბრალოდ სახლი რო არ დაგარგოს მარტო ამისთვის ამიტომ და მაგრამ ერთი რამ კიდე მინდა მოსახლეობას უთხრა და ძალიან გააზიარეთ ეს ვიდეო დღეს და კარგად ჩაუკვირდით 100,000 რაღაც და პლუს რომელსაც მიმართული არ აქვს მე შეგნებულად წამოვიღე როგორ გითხრათ 0.01%-იც არ არის მოთხოვნა რომლებიც ჯერ აღსრულებაში არ არის გადასული მოთხოვნა გამოსახლებაზე მაგრამ ეს ბევრად მეტია დასაკუთრებული აქვს უკვე ბანკებს და მევახშეებიც არის ზოგი ვისაც არ მიმართია მაგრამ ბანკებთან არის კატასტროფული სიტუაცია ამბობ კატასტროფული რომ უკვე მიმართული რომელსაც არ აქვს და ესეც რო დაუმატოთ ერთი 250,000 ან 300,000-ზე მეტია ხალხო ეს გაამრავლეთ 3 ადამიანზე მაინც ოჯახის წევრზე რასთან გვაქვს საქმე ანუ 2 მილიონი ქართველი ქუჩაში უნდა იყოს ანუ რასთან გვაქვს საქმე მინდა რომ გაიაზროთ კიდე ერთხელ ვამბობ ამას ამიტომ ის რაც სახელმწიფოს წარუდგინეთ და ვეუბნები რომ ჩვენ ხარჯზე გაძლიერდი კიდე ამ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე და შექმენი სახელმწიფო ბანკი სადაც ყველა თითეული მოქალაქე იქნება აუცილებლად დამფინანსებელი მე ამ ბანკის მთავარია პირველი 50 მილიონი უნდა გაიღოს სახელმწიფომ თორე ყველა ბიზნესმენს პენსიონერს თუ სოციალურად დაუცველსაც კი ვალდებულება ექნება რომ ყოველთვე გადარიცხოს ამ ბანკში ფული რადგან ჩვენ საზოგადოებამ უნდა შევქმნათ სახელმწიფო ბანკი ზუსტად საზოგადოების იქნება და სახელმწიფო ვართ ხალხი ჩვენ და ჩვენი ფული იქნება მანდ აუცილებლად რომელიც ვამბობ რომლის დანიშნულება იქნება გამოსყიდვა სტრატეგიული ობიექტებია ეს თუ ბუნებრივი რესურსები გაყიდული რაც არის საქართველოსი და გამოსყიდვა ყველა იმ სახლის რომელიც ქართულ მიწაზე ჩვენი სახელმწიფოს მიწაზე დგას და ფუნქცია ამ ბანკის იქნება მისი დარგობრივი სტრუქტურების განვითარება სამუშაო ადგილების შექმნა ყველა თითეული ადამიანისთვის თითეული აგერ სახეზე მყავს ადამიანი შემოქმედებითი ნიჭი დაჯილდოებული და მიუხედავად უამრავი პრობლემისა მაინც პოზიტიურად განწყობილი იმიტომ რომ წმენით არის ავსე რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ სამყარო ვერავინ ვერ შეგიცვლის მამისამ შეცვალოს მაიამ შენ რას აკეთებ შენ რატო გინდა რომ მე ჩემ ხარჯზე შეიცვალოს შენი ცხოვრება ამიტომ ყველა ჩვენთაგანმა უნდა გავიღოთ ვიმოქმედოთ ვიბრძოლოთ ვაიძულოთ ხელისუფლება რომ ჩვენ ძლიერი სახელმწიფო გვინდა და არა იქ ვიღაცებს ზოგი ამერიკის ევროპის თუ არა მნიშვნელობა რუსეთის თუ მუსლიმანური სამყაროს იქეთ ხელგაწვდილი რომ დამაფინანსე და იმას ინვესტიციას რო ეძახიან გაყიდვას ჩვენ ნედლეულიც გვაქვს შეგვიძლია ადგილზე თანხმობის რესურსები მოვიძიოთ ყველაფრის გაკეთების საშუალება გვაქვს ასე რომ გვეყოფა ღირსება ახდილი ცხოვრება ნამდვილად ღირსეულად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ქვეყანაში და მარტო იმას ნუეძებთ ხალხი რომ რაღაც სანახაობა ნახოთ და მაინც და მაინც გამოსახლების კადრების ჩვენება არ არის საჭირო რომ გავიგოთ რეალობა რა ხდება დავიგოთ რეალობა არ არის საჭირო ამ ციოკის ჩვენება და სულ ნეგატივის საკმარისია უნდა გადავახტეთ და უნდა ვიფიქროთ ყველამ რომ არავითარი გამოსახლება ამ ქვეყანაში არ იქნება სახელმწიფო გეუბნები კიდე ერთხელ შექმენი სახელმწიფო ბანკი სადაც მე სახელმწიფო ვარ და მონაწილე ვიქნები ამის შექმნაში აბა ერთ კომენტარს გავაკეთებ აუცილებლად ერთხელ მომიწია დასწრება გამოსახლების პროცესის და ვერ ვიტყვი რომ ეხა მარტივი ცხოვრება მაქვს გავლილი საკმაოდ ბევრი სირთულეები მქონია ცხოვრებაში მაგრამ მსგავსი დათრგუნული მდგომარეობა შეგრძნება ამაზე საშინელი შეგრძნება მე ცხოვრებაში არ მქონია და აი იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა ვისაც არ ესმის და აი არის რატომღაცა ეს გულგრილობა ამ ყველაფრის მიმართ
პირველი საკითხი ის არის მტკივნეული, რომ ქვეყანაში სხვა ისეთი თემები შუქდება და არის პოპულარული, რომელიც ადამიანების ესეთ მტკივნეულ თემებს არ ეხება და ეს თემა რატომღაც არ არის აი ესეთი მტკივნეულად მიტანილი ადამიანების გულებამდე და ტვინებამდე და მე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, აი ქალბატონი მამისა ძალიან ხშირად დადის ხოლმე ამ ხალხის ტკივილით ცხოვრობს, აი ესეთი გამოსახლებები როცა ხდება ხოლმე და ერთი რაღაც მინდა ვთქვა, აი ვისაც უკვირს, აი რას ლაპარაკობს ეს ხალხი, რატო არიან ეს ემოციურათო ერთხელ როცა ესეთი გამოსახლების თემა იქნება, არავის არ ვეუბნებით რომ მიდი და შენ მონაწილეობა მიიღე, შორი ახლოდან უბრალოდ დადექით თქვენ და როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, აი თუნდაც შორიდან საერთოდ ნუ იტყვით რაზე ხართ მისული, უყურეთ უბრალოდ ამას და თქვენ თუ ეს თქვენს გულამდე არ მივა და თქვენ ეს ტკივილი, სხვისი ტკივილი არ შეგაწუხებთ, მაშინ არ ვიცი თქვენ რანაირი ადამიანი ხართ. მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ მაიას დღეს აქ ჩვენთან რომ მოვიდა, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები ვამბობ, მე ბედნიერი ვარ, მე თანამებრძოლს ვეძახი და ბედნიერი ვარ, იმით რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და ასეთები შეცვლიან ზუსტად სამყაროს სიკეთისკენ და მოდით ხალხო, მოდით თქვით თქვენი გასაჭირი პოზიტიურები, ისეთებიც ვისაც პრობლემა გაქვს და ერთად შევცვალოთ სიკეთისკენ ეს სამყარო. აბადროებით.